რადგან ქართულ YouTube-ზე და ზოგადად მედია სივრცეში ჩრდილოეთ კორეის თემა ძალიან აქტუალური და პოპულარულია, მოდი ჩვენ შევეხოთ ამ თემას. სოსოს ვიდეოს ნახვის შემდეგ ბევრი არ მიფიქრია, რაზე შეიძლებოდა ვიდეოს ჩაწერა სამეგრელოდან ჩრდილოეთ კორეაზე, ვინაიდან თავად შეეხო სოსო თავის ვიდეოში ისტორიას, რომელიც ძალიან საინტერესოა და ამაზე ვიდეოს გაკეთებას ისედაც ვაპირებდი და მოდი ახლა სწორედ ამ ვიდეოში ვისაუბროთ ამ თემაზე. This is the US spy ship which was captured on January the 23rd, 1968. წარმოიდგინე რომ გაგზავნიან ზღვაში თითქოს 7 მისიით. მხოლოდ თვალყური უნდა ადევნო მოწინააღმდეგეს. უსაფრთხოდ ხარ და გონია რომ თუ რამე მოხდება შენი ქვეყანა მოგხედავს, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა ეს გახდა ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და მტკივნეული ინციდენტი. 1968 წელს, როდესაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე იდგა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ვიეტნამის ომში იყო ჩაძირული, მოულოდნელად ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი კარტი დაატრიალა. ის თავს დაესხა ამერიკულ გემს და მისი ეკიპაჟი ტყვე დაიყვანა. მაგრამ ეს რიგითი საზღვაო ისტორია არ არის, ეს არის ამბავი გმირობისა და გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ. და დღეს სწორედ ამ ვიდეოში გაიგებ, როგორ მოხდა ამერიკული სადაზვერვო გემი მტრის ხელში. ყველობის დროს რა ხდებოდა ეკიპაჟის თავს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ბედი ეწიათ ეკიპაჟის წევრებს. 82 ადამიანს. ეს ვიდეო არა მხოლოდ ისტორიას მოგიყვება, არამედ იმაზეც დააგაფიქრებს, სად მთავრდება სახელმწიფოს ძალა და ძალაუფლება და სად იწყება ადამიანების გამძლეობა. მოიმზადე მოისმინო ამბავი, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორია, არამედ გაკვეთილი დღევანდელობისთვის. და სანამ ამ ისტორიის მოყოლას დავიწყებთ და გავერკვევით, სად გაქრა ეკიპაჟის წევრები, მანამდე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო არხის ყველა გამომწერს და თქვენც გთხოვოთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. დავიწყოთ. $1968 წლის 5 იანვარს ამერიკულმა სადაზვერვო გემმა საზღვაო ძალების ბაზა იოკოსუკაში, იაპონიაში დატოვა და სასებოს ბაზაზე ჩავიდა. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ გემმა ესპორტის დატოვა და ჩრდილოეთისკენ ცუშიმას სრუტის გავლით იაპონიის ზღვისკენ გაემართა. ეს არ იყო სამხედრო ხომალდი, რადგან გემი 1954 წლის 16 აპრილს ვისკონსინში აშენდა როგორც შეერთებული შტატების არმიის სატვირთო და სამგზავრო საშუალება. მოგვიანებით არმიაში გადაწყვიტეს გემისთვის დანიშნულება და შესაბამისად არქიტექტურა შეიცვალა და გადაკეთების შემდეგ FS-344 სახელწოდებით ხომალდი გამოიყენებოდა სამოქალაქო პირების გაწვრთნისთვის. 1964 წელს თავდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ქონოდა უფრო პატარა, ნაკლებად ძვირი, უფრო მოქნილი გემი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა რადიო-ელექტრონულ დაზვერვაზე. მსუბუქი სატვირთო გემები იყო ყველაზე შესაფერისი ვარიანტი. სწორედ ერთი მათგანი გადაკეთდა და 1965 წელს უკვე მზად იყო შესრულებინა რადიო-ელექტრონული დაზვერვის დავალება, რაც მოითხოვდა ნაპირთან უფრო ახლოს მისვლას. ხომალდს წყნარ ოკეანეში მოქმედებისას საბჭოთა საზღვაო ძალების გემებთან დაპირისპირებები უწევდა, თუმცა გემი საბჭოელებს არასდროს დანებებულა. ამან წაახალისა ამერიკის არმია და 1966 წლის 12 აპრილს მას უკვე სწორედ FS-344 გადაეცა. ხომალდს პუებლოს ოლქის მიხედვით დაარქვეს სახელი USS პუებლო. თავდაპირველად ეს იყო მსუბუქი სატვირთო ხომალდი, ხოლო შემდეგ გადაწყდა მასზე დაემონტაჟებინათ 1,5 მილიონი სადაზვერვო რადიო-ელექტრონული საშუალება. მოგვიანებით გაიცა ბრძანება, რომ არც ერთი მსგავსი გემი ადეკვატური თავდაცვის საშუალებების გარეშე არ იმოძრავებდა. ამ გემის შემთხვევაშიც გემშენებლებს დაევალათ, რომ გემზე დაემატებინათ 50 კალიბრიანი ტყვიამქვევი. თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან ვერ შეთანხმდნენ, შეუცვლიდა თუ არა ამ ხელა იარაღის დაყენება გემს სტაბილურობას. და აი, როდესაც უიარაღო პუებლო მიაღწია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბაზას იაპონიაში, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაურმა უბრძანა გემს აიღო 2 50 კალიბრიანი M2 ბრაუნინგი. შესრულდა წვრთნებიც, ოღონდ შეზღუდულად რა დროშიც გემის ეკიპაჟის 10 წევრმა 5 ტყვია გაისროლა და შეცურა ცუშიმას სრუტეში ამერიკულმა სადაზვერვო გემმა პუებლომ, სადაც მას 2 დავალება ჰქონდა. პირველი ეს იყო ამ სივრცეში დაკვირვებოდა საბჭოთა საზღვაო ძალების მოქმედებებს და მეორე რადიო-ელექტრონული საშუალებები დაეზვერა ჩრდილოეთ კორეის მოქმედებები. მისიის დამგეგმავებმა ვერ განსაზღვრეს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო
ჩრდილოეთ კორეის რეაქცია მის საზღვრებთან მოახლოებულ ამერიკულ გემზე. გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟი, რომელიც შედგებოდა 5 ოფიცრისაგან და 38 წვევამდევლისგან. დამატებით ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს 1 ოფიცერი და 37 რიგი. გემზე იყო ასევე 2 სამოქალაქო ოკეანოგრაფი, რათა დაემალათ საზღვაო ხომალდის რეალური მისია. 16 იანვარს პუებლო დადგა ჩრდილოეთ 42 გრადუსის პარალელურად და დაიწყო საპატრულო მისიის მზადება, რომელიც უნდა გასულიყო ჩრდილოეთ კორეის სანაპიროს მიმართულებით ჩრდილოეთ 41 გრადუსიდან 39 გრადუსამდე. შემდეგ კი უკან დაბრუნებულიყო ისე რომ კორეის სანაპიროს არ უნდა მიახლოვებოდა 13 საზღვაო მილზე, ანუ 24 კილომეტრზე უფრო ახლოს. ღამით გადაადგილება ურთულესი ჩანდა, მით უმეტეს მხოლოდ 2 მეზღვაურს ჰქონდა ნავიგაციის გამოცდილება და კაპიტანმა მოგვიანებით თქვა, რომ მას არ ყავდა მეზღვაურთა მაღალ პროფესიონალური ჯგუფი. 20 იანვარს 17 საათსა და 30 წუთზე ჩრდილოეთ კორეის მოდიფიცირებული SO-1 კლასის საბჭოთა სტილის ნავი პუებლოდან 3,7 კილომეტრის მანძილზე გამოჩნდა. 22 იანვარს ნაშუა დღეს პუებლოს ჩაუარა 2 ჩრდილოეთ კორეულმა სათევზაო ნავმა სულ რაღაც 27 მეტრ მანძილზე. იმავე დღეს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური ოპერაციის ძალების ქვედანაყოფმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაში პრეზიდენტ პარკ ჩუნ ჰეის მოკვლასა და თუმცა ამის შესახებ პუებლოს ეკიპაჟი ინფორმირებული არ იყო. ამერიკული ანგარიშის მიხედვით მომდევნო დღეს 23 იანვარს პუებლოს ჩრდილოეთ კორეული ნავი მიუახლოვდა და მოსთხოვა დაესახელებინა თუ სადაური იყო გემი. პუებლომ ამერიკული დროშის აწევით უპასუხა და ოკეანოგრაფებს უბრძანა დაეწყოთ წყლის სინჯების აღება გემბანზე განთავსებული ჯალამბარით. ამის შემდეგ პუებლოს გადაეცა ბრძანება გესწრი ან გაჩერდი. პუებლო აგრძელებდა მოძრაობას და მანევრირებას, მაგრამ ის საგრძნობლად ნელი იყო. გაისმა კიდეც რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა. გარდა ამისა, ჰორიზონტზე 3 გამანადგურებელი საზღვაო საშუალება გამოჩნდა. თავდამსხმელებამ მალე საჰაერო მხარდაჭერას მიიღეს, ვინაიდან მათ შეუერთდა 2 კორეული ავიაგამანადგურებელი MiG-21. ამის შემდეგ პუებლოს ეკიპაჟმა დაინახა, რომ ჰორიზონტზე გამოჩნდა კიდევ ერთი საზღვაო გამანადგურებელი. პუებლოზე საბრძოლო მასალა ინახებოდა გემბანის ქვემოთ, ხოლო მისი ტყვიამფრქვევები გახვეული იყო ცივი ამინდისგან დამცავ საშუალებებში. ტყვიამფრქვევებს მსროლელები არ ყავდა მიჩენილი, არც მათი დაკომპლექტება უცდია ვინმეს. ამერიკული ნაოსნობის ბრძანების მიხედვით თავდაცვითი შეერაღება განლაგებული ან დაფარული უნდა ყოფილიყო ისე, რომ არ გამოიწვია უჩვეულო ინტერესი და მეზღვაურებს ის უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ გადარჩენის საფრთხის შემთხვევაში. პრაქტიკაში გაირკვა, რომ სროლის მექანიზმების ტემპერატურული ცვლილების გამო 10 წუთი მაინც იყო საჭირო ტყვიამფრქვევების ასამოქმედებლად. ასევე გაირკვა, რომ ეკიპაჟის მხოლოდ 1 წევრს ჰქონდა მსგავსი იარაღის გამოყენების გამოცდილება. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხელისუფლება და პუებლოს ეკიპაჟი ამტკიცებდა, რომ ისინი არ შესულან ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში, თუმცა ჩრდილოეთ კორეა საპირისპიროს ამტკიცებს. ამის შემდეგ კორეელები ცდილობდნენ, რომ რამენაირად მოხვედრილი იყვნენ პუებლოს გემბანზე, თუმცა ამერიკული გემის ეკიპაჟი მათ ამის საშუალებას მანევრების გამოყენებით დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ აძლევდა. მერე კორეელებმა ამერიკულ გემს ესროლეს. ამ ყველაფრის შემდეგ ეკიპაჟის 1 წევრი დაშავდა. კაპიტანმა ბუჩერმაც მიიღო დაზიანება, თუმცა როგორც ამერიკულ ანგარიშში წერია, მსუბუქად. ეკიპაჟმა დაიწყო საიდუმლო მასალების განადგურება, თუმცა ბორტზე მასალების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფრის განადგურება მათ ვერ შეძლეს. და აი ლეიტენანტი სტივ ჰარისი, პუებლოს უსაფრთხოების პასუხისმგებელი ოფიცერი ამბობდა, რომ ბორტზე მათ ჰქონდათ შენახული მოძველებული პუბლიკაციები და ეს უნდა გაენადგურებინათ, თუმცა ეს არ გააკეთეს მაშინ, როდესაც მათ მისია დაიწყეს. ხოლო დევნის დაწყების შემდეგ, მისი თქმით, საიდუმლო მასალების მხოლოდ მცირე პროცენტის განადგურება მოახერხეს. პუებლო დევნის დაწყებისთანავე დაუკავშირდა ამერიკის საზღვაო უსაფრთხოების ჯგუფს იაპონიაში, რის შედეგადაც მე-7 ფლოტის სარდლობამ იცოდა სრულად პუებლოს სიტუაცია თუ რა მდგომარეობაში იყვნენ პუებლოს გემის ეკიპაჟის წევრები. დაპირებული საჰაერო დაცვა გემამდე არ მისულა, რადგან მე-5 საჰაერო ძალებს გასაფრენზოლზე თვითმფრინავი არ ყავდა და გაირკვა, რომ საჰაერო მისიას სულ მცირე 2-3 საათი დასჭირდებოდა. ხოლო ამერიკის ავიამზიდი ენტერპრაიზი
მდებარეობდა პუებლოდან სამხრეთით თითქმის 1000 კილომეტრზე, მაგრამ მისი F-4B თვითმფრინავები არ იყვნენ აღჭურვილი და ბრძოლისთვის მზად. და Enterprise-ის კაპიტანმა ბრძოლის დაწყების სავარაუდო დროთ 1.5 საათი დაასახელა. თუმცა პუებლოს ამდენი დრო არ ჰქონდა. შეტევის დაწყებამ გემი აიძულა შეჩერებულიყო. დევრებს შესაბამისი სიგნალი მისცეს და მიიყვნენ ჩრდილოეთ კორეულ გემებს. პუებლო მოახერხა ერთხელ გაჩერებულიყო ჩრდილოეთ კორეის წყლებს გარეთ, თუმცა მაშინვე გაისროლეს მისი მიმართულებით წყალქვეშა ნავმა, რის შედეგადაც მეზღვაური დუან ჰოჯესი დაიღუპა. ადგილობრივი დროით 14 საათსა და 55 წუთზე გემზე კორეელები ავიდნენ. ეკიპაჟის წევრებს ხელები შეუკრეს, თვალები აუკრეს, სემეს და ბაიონეტებით დაჩხვლიტეს. მას შემდეგ რაც პუებლო ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, მის პორტზე ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნები ავიდნენ. პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ გემი ჩრდილოეთ კორეის ხელში იყო, 5 დღის შემდეგ 1968 წლის 28 იანვარს მოვიდა. 2 დღის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას რამდენჯერმე მაღალ სიმაღლეზე მფრენმა სადაზორო თვითმფრინავებმა დიდი სიჩქარით გადაუფრინეს. შავი ფარის ესკადრილის ფრენები განხორციელდა ოკინავადან და მათ მიერ გადაღებული კადრებით დადგინდა, რომ პუებლო იდგა ვონსანის ნავსადგურში და გარშემორტყმული იყო 2 კორეული გემი. შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს შორის იყო უთანხმოება იმაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს რეაგირება. კონგრესმენმა მენდელ რივერსმა პრეზიდენტ ჯონსონს ბირთვული თავდასხმის მუქარა შესთავაზა, ხოლო სენატორი კეილ მაგი მიიჩნევდა, რომ უნდა დალოდებოდნენ დამატებით ინფორმაციას, სიტუაცია არ უნდა გაემწვავებინათ, რათა კორეელებს მძევლები არ დაეხოცათ. 4 შაბათს 1968 წლის 24 იანვარს ინციდენტის მომდევნო დღეს ფართო დისკუსიების შემდეგ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, მისი საწყისი პასუხი უნდა ყოფილიყო ასეთი: მიმდებარე ტერიტორიებზე საჰაერო და საზღვაო ძალების განლაგება, პუებლოს მდებარეობის თავზე სადაზვერვო ფრენები, სამხედრო რეზერვების გამოძახება და სამხედრო სამსახურის ვადების განხანგრძლივება, მომხდარის გაეროს ფარგლებში გაპროტესტება და პრეზიდენტ ჯონსონის პირადად დაკავშირება საბჭოთა კავშირის პრემიერთან ალექსეი კოსიგინთან. ჯონსონის ადმინისტრაციამ ასევე განიხილა ჩრდილოეთ კორეის პორტების ბლოკადა საჰაერო თავდასხმების სამხედრო ობიექტებზე და თავდასხმა დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ყოფს დღემდე 2 კორეას. მიუხედავად თავდაპირველი ვარაუდისა, რომ პუებლოს დაკავება საბჭოთა კავშირის მიერ იყო განხორციელებული, მოგვიანებით საბჭოთა არქივების გასაჯაროებამ აჩვენა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამ ეს არ იცოდა და თავადაც ეშინოდა კორეის ნახევარკუნძულზე ომის დაწყების. აღმოსავლეთის ბლოკის ელჩებმა მომხდარის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას სიფრთხილესკენ მოუწოდეს. რამდენიმე დოკუმენტი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ქმედება შესაძლოა ყოფილიყო ჩინეთის კომუნისტური პარტიისკენ მიმხრობის სიგნალი, მას შემდეგ რაც 1966 წელს ჩინეთის საბჭოთა კავშირის განხეთქილება დაიწყო. ახლა კი გავაგრძელოთ გემისა და ეკიპაჟის წევრების ისტორიის მოყოლა. პუებლო ვონსანის პორტში დააყენეს, ხოლო მისი ეკიპაჟი ომის ტყვეთა ბანაკებში მოათავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ პატიმრები შიმშილობდნენ და მათ რეგულარულად აწამებდნენ. ეს მოპყრობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეელები მიხვდნენ, რომ ეკიპაჟის წევრები ფოტოების გადაღებისას მათ ფარულად შუათით საჩვენებდნენ. მეთაური ლოიდ ბუჩერი ფსიქოლოგიურად აწამეს, მას ინსცენირებული დახვრეტა მოუწყვეს, რათა მისგან აღიარება მიიღოთ. საბოლოოდ გემის კაპიტანს ჩრდილოეთ კორეელები დაემუქრნენ, რომ მის თვალწინ დახვრდნენ მისი გემის ეკიპაჟის წევრებს. ბუჩერმა დაწერა აღიარება, კორეელებმა გადაამოწმეს დაწერილის მნიშვნელობა, მაგრამ ვერ გაარკვიეს სუსტად რას ამბობდა მეთაური, რადგან სიტყვა, რომელიც მან გამოიყენა კორეის ლიდერის მიმართ, ინგლისურ ენაზე ძალიან გავდა ერთ შეურაცხმყოფელ სიტყვას. პარალელურად ეკიპაჟის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა პანმუნჯომში. თუმცა შეხვედრები ჩვეულებრივ არაპროდუქტიული, არაფრის მომცემი იყო, თავად ჩრდილოეთ კორეელების მოლაპარაკების სტილის გამო, რადგან მათ ბარათები ჰქონდათ, ბარათების მთელი დასტა, სადაც ეწერა თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი უნდა გაეცათ და როცა ამერიკელები უსვამდნენ ისეთ კითხვას, რომელიც მათ ბარათზე არ ეწერა, მაშინ ისინი გადიოდნენ ოთახიდან და ამ კითხვას აგზავნიდნენ მხენიანში და შემდეგ როცა პასუხი მოდიოდა, ისინი სრულად უაზრო პასუხებს აბრუნებდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შესაბამისად ისეთი კითხვის დასმას, რომლის პასუხიც არ ეწერათ კორეელებს ბარათებში, აზრი არ ჰქონდა. საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩა 2 მკაფიო მოთხოვნა. კორეელებმა ამერიკელებს მოთხოვეს, რომ ეღიარებინათ ჩაშუშობა
და მოეხადათ წერილობით ბოდიში. ამ შემთხვევაში ისინი დააბრუნებდნენ გემის ეკიპაჟს, ხოლო გემს არასდროს, რადგან ეს ისტორიაში ყოველთვის ასე იყო. საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატებს მოუწია ბოდიშის მოხდა და წერილობითი აღიარება, რომ პუებლო ჯაშუშობდა და ასევე გასცა გარანტია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში ამას არ გაიმეორებდა. თუმცა ამერიკელების წერილობით ბოდიშს წინ უძღოდა ზეპირი განცხადება, რომ ეს გაკეთდა მხოლოდ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების მიზნით. 1968 წლის 23 დეკემბერს ტყვეები ავტობუსებით გადაიყვანეს კორეის დემილიტარიზებული ზონის საზღვართან. დუან ჰოჯესის ხედავთან ერთად სამხრეთ კორეის მიმართულებით ხიდი გადაკვეთა ეკიპაჟის ყველა გადარჩენილმა წევრმა. ტყვეობიდან ზუსტად 11 თვის შემდეგ გრძელ რიგს წინ მიუძღოდა კაპიტანი, ხოლო რიგის ბოლოს აღმასრულებელი ოფიცერი ლეიტენანტი ედ მერფი მოდიოდა. ამერიკაში საზღვაო ძალების საგამოძიებო სასამართლო დაიწყო, თუმცა ეკიპაჟის არც ერთი წევრი დამნაშავედ არ უცნიათ. უეს პუებლო კვლავ რჩება ჩრდილოეთ კორეაში. 1999 წლის ოქტომბერში იგი ფუქსით გადაიყვანეს უონსანიდან, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზეა, ნამპოს პორტში დასავლეთ სანაპიროზე. და როგორც მივხვდით, ეს მოითხოვდა გემის გადატანას საერთაშორისო წყლებში, კორეის ნახევარკუნძულის გარშემო და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლის ჯეიმს კელის ფხენიანში ვიზიტის წინ. მოგვიანებით პუებლო სწორედ ფხენიანში გადაიტანეს. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს პუებლო მდინარე ტაედონგის ნავსადგურიდან მდინარე პოტონგზე ახალი გამარჯვებული სამშობლოს განმათავისუფლებელი ომის მუზეუმის გვერდით მოათავსეს. სწორედ იმ ტერიტორიაზე ნახა ეს გემი სოსომ. 2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ გადარჩენილებს და მათ ოჯახებს 2.3 მილიარდი დოლარი გადასცა. თუ შენც ფიქრობ, რომ ეს ისტორია უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, გააზიარე ვიდეო, დატოვე კომენტარი და გააგრძელე კითხვა, რა ხდება მსოფლიოში სინამდვილეში. და თუ შენს გაინტერესებს ისტორიის ის მხარე, რომელსაც ხშირად არ გვიყვებიან, მაშინ არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. დიდი მადლობა.